ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში. ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. დავითაშვილის განცხადებით ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითად საკითხებზე სრული თანხვედრა აქვს. Საგაზაფხულო სესიების პარალელურად ჩვენ გქონდა ორხრივი შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან. ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრები, რომელიც გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ჩვენ გქონდა ვაჭრობის სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროში შეხვედრები. საქართველოს არ არის მხოლოდ მცირე სამხმარებლო ბაზარი პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველოს და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდეს უფრო ფართო მასშტაბით. საქართველოს არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ხაბი და ამერიკული პროდუქცია რეექსპორტის სახით ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი, ასევე რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო. ჩვენ ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე, ვისაუბრეთ ახალ ინიციატივებზე, ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროზე, სტარტაპებზე და ვფიქრობ, რომ ეს არის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები. ჩვენ კომერციის დეპარტამენტში, ვაჭრობის სამინისტროში ვისაუბრეთ იმაზე, რომ შეიძლება ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს, რომელშიც აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ჩვენ შევთავაზებთ პარტნიორებს და რომელიც დაკონკრეტდება უკვე და განხორციელდება კერძო სექტორთან ერთად. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრების დროს, ჩვენ დავხმარეთ ბევრი საკითხი თანამშრომლობის, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, ვისაუბრეთ დაფინანსების საკითხებზე, ვისაუბრეთ ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და ასევე იმ რეფორმების დღესდღეობით, რომელზეც ჩვენ გაგვაჩნია. ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, შეხვედრები გაიმართა მსოფლიო ბანკის მენეჯმენტთან, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო საინვესტიციო კომპანიებთან და ინვესტორებთან, რომლებიცაც დიდი დაინტერესება აქვთ საქართველოს ეკონომიკისადმი, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდისადმი და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრებისადმი, რომელმაც აჩვენა ძალიან დიდი წინსვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის მიღწევები, რომელიც საქართველოს მიაღწია იმ რეფორმების ფარგლებში, რომლებმაც დაადასტურეს თავისი წარმატება უკვე რიცხვებში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა იმ და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე შეთანხმებული ვართ, რომ მომავალში განხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებაში, ისეთები როგორც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით პროგრამა, რომელიც ერთობლივად გვაქვს შეთანხმებული და რომელიც ითვალისწინებს $500 მილიონ დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამები ძალიან აქტიურად გაგრძელდება, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა საქართველოში მეოთხე მუხლის მიმოხილვაზე, სადაც შევაჯამებთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და ასევე დავსახავთ სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს.